Oh my gaduniebo Barcelona-ში მივდივართ. ჯერ მამაჩემს მივყავართ აეროპორტში თავის ლიმუზინით. 15 წელი გავიდა რაც არ დაუბრუნებილი ვართ ბარსელონაში. შოკში ვარ. აქ ვემშვიდობებით მამაჩემს და შუაღამეს მოვაგენით აეროპორტს. ფილმეს გაგიგიათ ყავის დალევა შუაღამეს. ვამოწმებთ რომ ჩვენი სუნკები კარგად ჩადის ზომებში და ველოდებით თითრინავს მალე მოვიდეს. ¿Alguien quiere abrir la Sacrocheck? Pueden mantener sus dispositivos vigilados en todo momento. Oh my gaduniebo ჩამოვფრინდით ბარსელონაში. Oh my god. შოკში ვარ ნიკი. რამდენი ხანია რაც აქ არ ყოფილი ვართ? 2010-ში წავედით საფრანგეთში და 2025 არის ახლა. Oh my god. გასწავლი, ანუ 15 წელია რაც არ დავბრუნებული ვარ, სადაც გავიზარდეთ ნიკი. სასწაული. კი და უკვე 3 წუთია რომ ქუჩაში ვართ, მაგრამ უკვე აქ მინდა დავბრუნე ვიცხოვრო. მეც როგორ მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი პრაიმ, ჩემი ცხოვრების პრაიმ იყო ბარსელონაში ბავშვი რო ვიყავი. ვაიმე. ეხა ვიტირებ ნიკი. ვაიმე, nostalgia tears. ტრაციანა, ეხა სად მივდივართ? არ ვიცი ნიკი, სად მივდივართ? პლიაჟი უნდა დავათვალიეროთ. Oh my god, ბარსელონის პლიაჟი. ვაიმე როგორ მახსოვს, ბავშვი რო ვიყავით, გახსოვს? ერთხელ რო დავიხჩე წყალში და მამაჩემმა რო გადამარჩინა. მართლა მე არ მახსოვს. კი, ცოტა შორს ვიყავი გასული წყალში და ფეხს ვეღარ ვდებდი და ჩაუყუნთავდი, ჩაუყლაპავდი მარილიანს, ჩაუყუნთავდი, მართლა რამის გარდავიცვალე. Oh my god. აი, თიმში შორიდან მე მამაჩემმა დამინახა და გადახდა წყალში ასე ჩახტა. დაცურა და გამადამარჩინა. ვაიმე. და ჰირო ყოფილა მამაშენი. მართალია. ვაიმე, პლიაჟს ხედავთ უკვე. ხალხი აქ ძალიან ხიარულია. და ძალიან კარგი vibes იგზნობა ქუჩაში. მართალია, მეც ვზგნობ ხალხის vibes, ცხოვრების სიხარულს. Oh my god, ნიკი. ვაიმე, ტიტლიკანა. ვაიმე, მე დავშტინე. მე არ ვიცი შენ ახალ. შენ დავშტინე. ვენცერინ პორტალოსო მითხრა ჩემზე. ვაუ, ნიკი, ხედავ ციგნების დროშას. ვაუ, არ ვიცი რა დროშა ქონდათ. იცი რატო არის ლურჯი და მწვანე და ბორბალი? რატო აბა გითხარი? იმიტომ რომ ლურჯი ნიშნავს ცას, ხო. მწვანე ნიშნავს პოლს და ბალახებს და წითელი ბორბალი ნიშნავს იმას, რომ სულ მოძრაობენ და დადიან. Makes sense. ნიკი, სად შეიძლება ვჭამოთ? რავი, ხახო, ესპანეთში ხო და მოგვიანებით ჭამენ ხოლმე საფრანგეთის შედარებით. ხო, პირველზე. საფრანგეთში შუა დღისას. და ახლა რესტორანებში კი არ მარტო სვამენ, ჯერ არ ჭამენ და სად დავძდე? მოდი, მას გავისაინოთ ჯერ პლიაჟზე. გავისაინოთ. ხო. ნიკი, გახსოვს შენ კატალანური? Una miqueta, yo parlo catalán, una miqueta. Ay, parlas molt bé. Sí, gracias. I amb tu parles el català? Jo també parlo una miqueta. Però ¿te gustan els pollastres? M'encanten els pollastres. A mi també. Adoro les pollastres. ვაიმე, მე სამწუხაროდ ვერ გამოყვებით, ქვიშა ფეხში შემივა. ვაიმე, არა უშავს ნიკი. კაია, ექსფოლიაციას გაგიკეთებს. ექსფოლიაცია ნატურალო. მერე იქით დაიბან ფეხებს, არა უშავს. ხო. Let's go. Pero yo no quiero caminar aquí, no quiero. ¿Cómo camina? ¿Cómo vamos a ir en el borde de la playa? Ya no puedo. შეხედე ნიკი, რა ვაიმე, ტიტლიკანები არიან ოთო. შერეულები არიან. ნუდისტური მე ის ქალის ტიტლიკანა. ვაიმე, ოთო ნუდისტი ვაიმე, ოთო გავიქეცით. ვაიმე, ნუდისტური პლიაჟზე მოვხვდით. მაგრამ ეს რა უბედურება. ვაიმე, რა არის ეგ? აქ ვოლეი სათამაშოა და ნუდისტების პარკია უკან. ვაიმე, ნიკი, პირველად ხედავ. ვაიმე, იმას ჰაბია. იმ ქალს რა აქვს? ვაიმე, შოკი. No se puede grabar, creo. No შეიძლება გადახდა. No se puede grabar, apágalo.
რად ვიპოვოთ საჭმელი? ოდო ხო იცი ხა ჩვენ კატალონიაში ვარ და კატალონიაში ხო იცი მიდი უთხარი ვინმეს. როგორ იყო გამახსენე? მოდი გაგახსენო. Hola, somos los turistas. Estim buscan al restaurant para manjar. Para manjar, as clar que sí. აი მეც ვწოდია. ვაიმე, როგორ დავიწყებული მქონდა ეს ლამაზიენა. ასაული. ძალიან მომენატრა კატალანურის მოსმენა. კი. ვაიმე, ჩემი რაღაც დედაენასავით არის ეს კატალანური, იმიტომ რომ აქ რადგან აქ გავიზარდე პატარაობიდან, რაღაც ძალიან ინტიმური ის არის ჩემთვის ეს ენა, ვაიმე. ეს ენა ძალიან ჩვენ ფესვებშია შეჭრუნილი. ზუსტადაც. შოკი. Dos begudas y tapas bravas. Წამოთ. პატატას ბრავას წამო. ვაიმე, არ ვარ მიჩვეული ასე ხახთან ახლოს შიშდომას. ძალიან გამოვცხი გავხდი. გეტყობა შეიძლება ცოტა გაიღიმე და ტრაკიდან თითები გამოიღე. ვაიმე, პატატას ბრავას მიკა. იცი რა გემრიელია. აბა გავშინჯოთ. საურსი ჩააწე რა საკეთე. რა საკეთე. აი ხალხო. უხერხულობა მიდის ეს. ეს ძალიან ინტიმური მომენტი, იმიტომ რომ ბავშვობის პატატას ბრავას არის. ვაიმე, გამახსენდა ყველაფერი. ჩემი ჯერი. აგას ამოუსვი. აგას ამოუსვა და დნება პირში. დნება პირში და ყველა საბორეს ციკებ, ყველა გემო გაგდის პირში. Oh my god, ძლივს ვიპოვე ჩემი ხალხი, იმიტომ რომ აქაც სულ იღიმებიან უმიზეზოთ ესე დადიან და იღიმერი დადიან და მეც ეგრე ვიცი ხოლმე სულ, მაგრამ საფრანგეთში უმეტესი ხალხი დადის გაბრაზებული ან ტირიან და მე ეგრე აღარ შემიძლია მარტო მოვახმე ესე. საფრანგეთში გაღიმებული თუივლი უცნაურად შევაგხედავენ ისწიან. ამას რა სჭირს? ხო, რა სჭირს გასაღიმი ამას, რა სჭირს? ხედავ, რასაც მე ვხედავ, street workout-ს წავიდა. ფრანგი კაცები ხო კი გავაგიჟეთ რამდენიმეჯერ. ეხა ესპანელები გავაგიჟოთ. ჰოპა. ნიკი რა უცნაური რძგნობა არის. ესპანური რო გესმის. რაღაც მგონია რომ სახში დაუბრუნდი. მართლა მეც ესპანური რო გესმის გარეთ. კაი ხასიათი, კაი ამინდი, კაი სუნი, უფ. აი კოკოსას სუნი არის. ეს კოკოსას ხეებია რა. ალბათ. კოკოს არ დაგვეცეს თავზე გაგვციშავს. გადონიებო, ეხა მოვიდით ჩვენი ბავშვობის უბანში, ბონპასტორზე და ვაიმე, უნდა ვნახოთ ჩვენი ძველი უბანი. როგორ მაშინია. ჩვენ შეცვლილი იქნება ყველაფერი. ნახოთ, იმედია ვიცნობთ ყველაფერს. ვაიმე, ჩვენი კლასელებს ნახავთ ნეტა. 15 წლის წინდელები იმედია კიდე მანდ იქნებიან. ვაიმე, კაი ამინდია უკვე. ვაიმე, უკვე ვიცნობ. Oh my god. კი, ვიცნობ. ჩვენი სკოლა იქით იყო, ხო? ხო, იქით იყო. Oh my god. ვაიმე, აქ ეკლესია, კიოსკო აქვე. კიოსკო, აი იქ არის კიოსკო. წინ, La Vanguardia. არ არსებობს. ყველაფერი იგივე. ჩვენი ციგნებიც აქ არიან.
ჩვენი ჩვენი უბნის ციგნები როგორ მიყვარდნენ. კი. ეცედი იქით რა იყო? იქით მე მგონი არ ყოფილვართ. კი. ჩვენ იქით დავდივდით ხოლმე სკოლაში, სახლში. კაია, ბევრი ხალხი არის როგორც ადრე. კი, თან კვირა დღეს, oh my god. მე ის სახეს იფარავს თუ არ მოგვახდეს. ხო, წამოაბა. ეს არის ბარსელონის ყველაზე საშინელი უბანი თურმე. ინტერნეტში აღმოვაჩინე, აზე არ ვიყავი. მეგონა საუკეთესო ადგილას ცხოვრობდით ბარსელონაში, ოღონდ ყველაზე გეტო არის აქ, ხო? ყველაზე უფლო უბანი არის, მგონი ბოლოს წინა. ხო, ბოლოს წინა. 59-50-დან არის, მაგრამ პატარაობაში ჩვენ ვერ ხვდებოდით ამას, ძალიან კარგად ვიყავით. მაინც ძალიან ბედნიერება იყო. კი. აქ ავტობუსებს ვიღებდით, იქ რო წავსულიყავით ბიბლიოთეკა და კანფაბრა. ვაიმე, ჩვენი პარკი მთელი დღე აქ ვიყავით ხოლმე. აქ ერთი სკოლა არის. ვაიმე, ეს პარკი არა, ყველაფერი პატარა მეჩვენება. ხო, მეც მაგას ვიცახი. ვაიმე, აქ წავდით ხოლმე. ჩინელებში ვყიდულობდით პლასმასის ბუშტებს და აქ ვავსობდით. და ვაიმე. Oh my god. აი, ვაფშე აფია შეცვლილა. მართლა. აქ სამწუხარო კვირა როა ყველაფერი დაკეტილია, იმიტომ რომ აქ სკოლაში ბავშვები იყვნენ ხოლმე ხმაური. ხო, ჩვენი ჩინელები ღია იქნებიან ეხანეტა. ნახოთ, რესტორანია უნდა იყოს ალბათ. აი, მე ასეთი პატარა იყო ეს სკოლა. ჩვენ კიდე ხეებზე არ ავწოვით ხოლმე რო გვენახა შეგნით, აქ ხე იყო ადრე დიდი. ხო. და სულ ავწოვით ხოლმე ხე, აი ამ ხეზე. ეხა მოჭრეს და გაალამაზეს, მაგრამ ადრე ძალიან დიდი ხე იყო. ვაუ. Oh my god. ეს აქ კიდე რაღაცები შენდება. ბა. ეს პარკი კიდე შეცვალეს. კოლუმბიოებია იგივეებია. და პატარავე, ეხა უფრო ბავშვური გახადეს. აი მე შოკი ხალო. Oh my god. ჩვენი ჩინელები აქ ვიყავით ხოლმე სულ რესტორანში. აქ ბისტეკ კონ პატატას. ხორცი და პატატას. აი მე აქვე არის ბიბლიოთეკა, სამი ნაბიჯი იყო პატარაობაში, მეგონა 1 კილომეტრი აქედან იქამდე მეტრომდე. და სახლიდან. მე მოდი აქ ქუჩაზე გავიდეთ, სადაც კანფეტებს ყიდულობდით ხოლმე. ხო, და ლოკუტორიოც იყო, სიბერკაფე. აი მე აქ ლოკუტორიოში ცხოვრობდით ჩვენ. თელი დღე. პაკისტანელების ლოკუტორიო. აი მე ნეტ აღარ არის. გონი არა, ლოკუტორები ხო აღარ არის, ყველას გვაქვს კომპიუტერები სახში. აქ ვატარებდით ჩვენი ბავშვობას, აქ ის იყო ერთი ლოკუტორიო ინტერნეტ კაფე. ხო. და შეგნით თამაშობდით Counter Strike, Dofu. Dofu-ს ჩავაწერეთ ყველა კომპიუტერში. Oh my god. მე ასეთი პატარა იყო. შოკი. ნახე რა პატარა არის მე. იყო. ძალიან გძელი მეგონა ხოლმე ეს სახში რომ მივალთ ახლა 1 წუთში ნახავთ. თუ უფრო ცოცხალი მახსოვდა, ალბათ კვირა როა? კვირა როა, ხო, ალბათ სახში არიან ყველა უკვე. თუ ადრე ბავშვები იყვნენ ხოლმე სულ გარეთ. მე კარლოს არის? ჩემი მეზობელი არა. აქ ცხოვრობდა, ხო. აქ 40. ხო. 4-ში, ვაუ. არ არის კარლოსი არ არის. აქ იყო ერთი ბარი, კიდე აქ არის. ზუსტად იგივეა. Oh my god. აი მე აქ ჩვენი კანფეტების მაღაზია რო იყო და კეტეს. ეს არის ომავი. Oh my god. აქ ჩვენი პაკისტანელები აქ ყიდულობდით ხოლმე საჭმელებს. თანჯერ აქ არის ესე კარგად მუშაობენ. ხო. აქ გახსოვს ვინ ცხოვრობდა? ჩვენი დაქალი ხუი. ხუი. Oh my god. ჩინელი გოგო იყო, ძალიან საყვარელი. ჩვენი ქუჩა. Oh my god, apa გადაიღე კარგად ქუჩა. აქ ცხოვრობდით ამ ქუჩაზე. ნახე რა პატარა მაღაზიიდან სახლამდე 4 ნაბიჯია, მე ამ ხელა მახსოვდა. სასწაული. მართლა. გასხვანაირი რესპექტია გვაქვს პატარაობაში, ყველაფერი უფრო დიდი გგონია. მართლა, მე ჩვენი ფანჯრები. აიმე. Oh my god.
მე მახსოვს რომ გაბზარული იყო ერთი ცალი, მაგრამ მგონი გააკეთეს ალბათ. აი მე ვიღაცები ცხოვრობენ ახლა შეგნით ჩვენ ძველ ბინაში, აი ეს სამი ფანჯარაში ცხოვრობდით დაბლა. ჩვენი ოთახი იყო ბოლო მგონი. აქ ზევით იყო ჩვენი მეგობარი რონი. ოი ხო. Oh my god. აქ იყო პარიკმახელი. აღარ არის? პარიკმახელი მე არ მახსოვს, აქ პარიკმახელები იმდენი რიგი იყო. ხიტანები მოდიოდნენ ყველა. ხო. პარიკმახელებს ელოდებოდნენ. აი მე. ეს მეორე ქუჩა კიდე მეორე გზა. ხო, აქ იყო კიდე სხვა ლოკუტორიო. ხო. აი მე. ხო, ეს ლივანი. Che visto se Livane era rubio. Già era blanco. ჩვენ ცხოვრობთ იქ. აბა ჩვენ კარებს მივიდეთ. ხო, oh my god. რა გაიობანია? ზა. რაში მშვიდე აქა. და ხერა პატარა გზა აქა. აქედან იქ რა პატარა. მარეტერნა ხო. ჩვენი კალიდორი. ვაიმე. სუმოვდიოდით აქა. იგივეა. შეგიდან ვაფშე იგივეა. აქ ნაგავირო დევს იყო ბალახები. და მაგის იყო იპოვე ქუსლები. და მაგ ვიცმევდით ხოლმე ქუსლებს და მე უმალავდი. ხო. კიდე მახსოვს მეზობელს ძაღლს ერქვა ოთო, ჩემი სახელი ხო. ოი, კოინციდენცია. ძალიან მახინჯი ძაღლი იყო. ხო. ნიკი, აქ მოგვიყდა ჩვენი ძაღლი. ტაქსმა გადაუარა. იქეთ არ იყო ფანჯიდან რო გადახტა. ხო, იქიდან გადახტა ფანჯიდან და აქ ტაქსმა გადაუარა. ხო, და ასე გაჩერდა ის ნაცი რა ტაქსი. ასე გაჩერდა. და მე მახსოვს ძაღლი რომ მოუკვდა ხელში ავიყვანე. ხელში ყავდა ვაი. ენა ქონდა გადმოგდებული და ვტიროდი. ვაი, მე რა ცუდი იყო. ჩვენი პირველი ძაღლი იყო. ესე დაკსუ იყო ერთი ბებია იჯდა ხოლმე წინ თავის ძაღლით. კი. ხდება შეცვლილი ლანიკი, უფრო მეტი ხალხი იყო პატარაობაში. ხო. თუ რადგან კვირა არის. გონი რადგან კვირა არის. გონი ბარსელონაში მაისში რაღაც ბევრი დღესასწაულები არის, იმიტომ რომ აქაც არის ისინი კარუსელები. ნიკა ეს სუნი. ჩვენი ბრინჯის სუნია თუ რის სუნია? ეს სუნი 15 წელია არა მის სუნია. Oh my god. ვაიმე. მე თქვი ჩაკეტილი მაქვს უნდა კამარა ხო? აი მე ზუსტად ეს სუნი იყო 15 წლის წინ. რა სუნია? უი და აქ El grillo loco, wey. საკატაოები გასხნეს აქა? წინაზე არ იყო, მგონი ადრე აქ არ აშენებდნენ, უფრო შორს იყო. უი, აქ მაღაზიაც გაუსხნიათ. კონდის. თან ღია კვირას, ვაუ. ვაიმე. De Diluma a Diumerja, თან 11-მდე აღამამდე ვარ. ეს კაი მაღაზია ხო? 8-23 აი. ვაიმე ნიკა. ამ რა ქვია ამ La Fontana. ამ ფონტანასთან იმდენი გვიწუწავებია მთელი ცხოვრება. თან მუშაობ. აბედალიე. ეხა ვერა ჭკანი ხელები მაქვს. შენ დალია თუ კაია. იგივე გემოქვს ნეტა? კი. აბა მოდავლიო. აბა მინდი. მე მახსოვს პატარაობაში ცოტა ძალიან გემრიელი გემო არ ქონდა. ცოტა ფეხის გემო ქონდა ფეხების. ფეხების გემო აქ კიდე. ჩემი. ფუ ჩემი. იგივე გემო აქვს. ხო. როგორ მომენატრა. ფეხის საწებელა. აი მე აქ სუსველდებოდით, მთლიანად ბოლომდეთ, თლათ ვიწუწებოდით. აქ ჩემი და კაი ცხოვრობდა მელანი. ახო. მარა ჩაკეტეს მგონი ეს სახლი თუ რა ხდება არ ვიცი. არა, ეგრე იყო ადრეც. Oh my god. აუ ეს რა სუნია, რომელი ყვავილი სუნია? თეთრები როა მგონი, ცოტა ძალიან ახლდანოს რო ყარს. შოკი ხა. აი მე აქ იყო ჩვენი ჩინელები. სუმოვდით ჭამდით ბრინჯს. Arroz con pollos. ხო. კიდევ ჭამდით arroz con ternera. კიდე რა ჭამდით? რაღაცა სუპი იყო, გემრიელესი. ხო. და პატატას ბრავას და კალამარები. ვაიმე, კი ეს არის, ნახე ის კონწვარი იგივეა თან. იგივეა? არაფერი არ შეცვლილა. და ჩვენი ჩინელები იგივეები არიან თუ არა?
მე მგონი მახსოვს ეს ბიჭი. კი. აფარო. ხო, მახსოვს. ეგ ბიჭი და ეს კაცი? კი. მართლა. მე მგონი გავახსენდი. რა გაახსენდი შვილო პატარაობაში? არ ვიცი, ისე შემომხედა. ხო, გონი კამერა რო გიჭირავს მაგიტო თორე. შეიძლება. შევიდე დავიდეთ კაფე? ხო, მოდი დავდეთ. Oh my god, გვიცნეს მამა ჩვენი რო ვახსენეთ. სულ რო თამაშობდა მეთქი ამ სათამაშოებში. თქვა, ხო, თქვენ ხართო? ხო. თორე ისე ვერ გავახსენდი. ვაიმე, ყველაფერი იგივეა. ვაიმე, oh my god, უნებო გული გამისკრა, იმიტომ რომ არ ვიცი თუ იცით, ბარსელონაში ძალიან ბევრი პიკპოკეტები არიან ამ ბოლო დროს, უკვე რამდენიმე წელია. და ეხლა კაფე დავიდე და გადახდის დროს კარტას ვერ პოვლობდი. მეთქი ვაიმე პიკპოკეტმა ამაცალა მეთქი ჩეიბიდან ან რამე. გული ამიჩქარდა, მაგრამ შევიხედე იქ და პოლზე ეგდო ხარ ხო დამივარდა, მაგრამ რო იცოდე თუ ჩამოხვალთ აქეთ ძალიან ბევრი პიკპოკეტები არიან და ჩანთები გურთან. აქ პარკინგი რო იყო, კიდე პარკინგია. რაღაცას ვაშენებდნენ იქეთ. სულ რაღაცა იყო. სულ აგურები იყო, დავხვდოდი გახსოვს. იგივეა. ხო, ჯერ არ დაამთავრე. აბა ნახოთ. შოკი. აბა ნახოთ, გავიაროთ იქეთ. დაითადე აქ რო იყო ერთი ბარი, აქაც დაიკეტა. მოკლედ ვერ გაიგებ, რადგან კვირა არის. ხო. შოკში ვარ, ნიკი, აქ 15 წლის წინ იგივე ქვიშები და რაღაცებს აშენებდნენ და კიდე იგივე არის. მგონი აქ არაფერს არ აშენებენ, რაც ააშენეს და ქვიშა რაც დაჩა ზედმეტად აქ მოყარეს მგონი. არ ვიცი, მე მგონი ეს უბანი მე მგონი გაშეშებული არის დროში. ხო, რაღაც ფენომენო პარანორმალური ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი იგივეა. მართლა გაოცებული ვარ. აბა მოდი პარკე დელა ტიროლინა ვნახოთ. ნახოთ იქეთ. Let's go. წავიდა. Oh my god, უნებო, ნახეთ რა ვჭამთ. მაროჟნე არის პურო კოკო 15 წლის წინ ჭამეთ ბოლოს, სანამ წავიდოდით. და იგივე მაროჟნები აქვს, სასწაული. ძალიან იმედიანად ვიყავით, რომ როდესმე კიდე გავსინჯავდით ამას. და შოკი. ვაფშე არაფერი არ შეცვლილა რა, უცნაური. მართლა. ადგილია. ის სახლე შეხედე. შეფუთული როა. იყო შეფუთული 15 წლის წინ, დღესაც შეფუთული დანგრეული. რაღაც პარანორმალ აქტივიტი ხდება, აქ დრო არ გადის, ტაიმსტამპი არის. შოკი. ხო. ეხლა ჩვენ მივდივართ ტიროლინას პარკში. აი, მე აქ ნატალია და ის რო იყო ფერნანდა. ხო, იმიტომ ჩვენ ძალიან ბევრი პერველები, ლატინო, კოლომბიელები, ბოლივიელები. ძალიან ბევრი მეგობრები ყავდა ეგეთები და სულ აროს კომპოიოს გვაჭმევდნენ ხოლმე ბრინჯი და ქათამს. ძალიან მენატრება და ხო იცი ჩვენ representando Latinoamérica, Colombia, mi gente, ya tú sabes. აბა ნეტა აქ ცხოვრობენ ჯერ იქ შეგხვდნენ როდესმე. აი მე ამ პარკში დიდები მოდიოდნენ ხოლმე. და არ გვათამაშებდნენ პატარებს. ხო. მე ჩამომესხა. აი მე თხილად. ჩანდაბა. აუ რა კაი უბანია, მინდა აქ დაუბრუნე საცხოვრებლად. რამდენი კაი სუვენირები მაქვს ამ ადგილის. ვაფშე არაფერი არ შეცვლილა, ასეთ რამეს პირველად ხედავ. რა ლამაზი კაცები არიან ამ კახციეში არა, მაგრამ ბარსელონაში. მართლა. მე მგონი აქ უნდა მომიტაცონ აუცილებლად. ფრანგები მოაშორეთ, ესპანელები მოვიდნენ ჩემთან. ხო. მაგრამ იცი როგორი ესპანელი მინდა? როგორი? ცოტა ხიტანო. ცოტათი, მაგრამ და მე ისე უნდა გაგიკეთავან პანიუელო რო უნდა შეგიდონ და რო შეუნდა შეამოწმონ შენი ქალიშვილობა, ეგ თავის ტრადიციები როა. მე ქალიშვილი რო არ არიცით ხარ ხო? ვაიმე მართალია. ზუსტად ხიტანო გჭირდება შენ. ზუსტად, ვაიმე არ გადაბირეო. ვაიმე, მოდი ახლა სკოლა ვნახოთ. სკოლა კიკი. ვაუ, აქ რა ძალიან გაულამაზებიათ. ჩვენი სკოლა აქეთ. ოი ხო. ვაიმე, რა პატარა მეჩვენება. Oh my god, ეს პარკი რო ველოდებოდით ხოლმე დილაობით. ვაიმე. სამომწონს რა ყოველ 1 კილომეტრში არც კი პარკი დგას. ანუ ყოველ ნაბიჯში არის რაღაცეები. ხო. ძალიან კომპაქტი
ქალაქი არის. ხო, სადაც არ გინდა იყო, გვერდზე აქ მაღაზია და პარკი და ბარი. ხო, ძალიან მომწონს ეს ბარსელონის არქიტექტურა. ო, აქაც არის თუთიყუში. Ay, los pajarracos. Un loro. აბა გადავუღოთ. თუთიყუში სოვაჟი ხალხო. უი, მწვანე-მწვანეზე არ ჩანს, მაგრამ ხო. ვაიმე. ადრე ბორნა დე ბოილერ ყვა და ეხლა რაღაცა სახელი შეუცვალეს. აც იგივე შენობაა. შენობები კი იგივეებია. Oh my god. ესპანეთში მე დღესასწაულები იყო ლა კასტანიერა. I see fum. რამდენი რაღაცები ყოველ თვე რაღაც დღესასწაულს აღნიშნავდით. ბალკონში მუსიკებით და ხო ყველაფერი. და ყოველ თვე ვამზადებდით ნაირ-ნაირ საჭმელებს რაღაცებს. La castañera no. ვაფშე სკოლა იყო რაღაც სასწაული. Senza casa no hay educación. უსახლო სახლის გარეშე ედუკაცია არ არის, იმიტომ რომ გონი ძალიან ის არის აქ ასახლები. იგივე პრობლემებიც არის რაც 15 წლის წინ. El tiller ქვია, el tiller. ვაიმე. ცოტა მეჯვია. ცოტა მოითმინე. ძალიან კაი სუნია. ვაიმე, ისეთი კაი სუნია, არ გაუბედურო. გავიღოვე. ეს თქვა მინდოდა. სუნინი კარგეცნობა არ გახსოვს სუნი? მე ცხვირი ჩაკეტილი მაგ ხალხო ოპერაციას გავიკეთე ვერს უმთქავდა. ვაიმე, აი ზუსტად 15 წლის წინ დავიწყებული მქონდა ეს სუნი და აქ როცა ვაიმე, რა სხვანაირი რაღაც ჰაერი არის. ალბათ ამ ხეების გამო კი, ყველგანა ეს პატარა ყვავილები რაღაცა მოვარდისფრებინე და ყვავილები და ბალები აქვს. ხო. უცხო ხეებია. ვაიმე, რაღაც სასწაული სუნი აქვს. ძალიან კარგი, სასარგებლო. ვაიმე, გამახსენდა აქეთ ამ ქუჩაში. რა მოხდა, აბა მოგვიყევი. მე და ერთი ჩემი მექსიკელი მეგობარი ლაზერებით თამაშობდით და ვიღაცა კაცს ოი ბა. სახში ვუნათებდით ლაზერებს და გიჟი კაცი იყო. და დაურეკა თავის შვილებს და მონადირები. ესე ხოვაწვალებდით ამ საწყალ კაცს. და რო გამოგვეკიდეს უკნიდან. ღამე იყო და რო დაიკიულა ჯერ შეგვაშინა და გავიქეცით აქენ ჩამოვიდინეთ. მაინც დაგვიჭირეს და წაგვართოს ჩვენი ლაზერები. 5 ევროიანი ლაზერები იყო. პატარაობაში 5 euро ტონა იყო და ფული. მაგდენი ადრენალინი, მეგონა უკვე მომკლავდნენ ესეთი ზგნობა მქონდა. მაგდენი ადრენალინი ცხოვრებაში არ მირწგვნია. წარმომიდგენია. იმიტომ რომ მამაც იყო მე გამოსული. და მოდიოდა შორიდან და თავის შვილებს დაჭერილი ვყავდი. ვაიმე, ფატალიტის და ფატალიტის გამეკეთებდნენ, ვაიმე. ვაიმე, გოლი გაიტანეს, მეშინია. ვინ გაიტანა? კვარაცხელია. პირიო, და პეპინებენ ესე კი მოვიგეთ. ყოჩა, კვარაცხელია, ყოჩა. რაღაც ზგნობა მაქვს სახში, ვძნობ თავს. მართლა, იმიტომ რომ რო გაეთ რო გადიხარ, ხო ისეთ უცხო ადგილას რომ მიდიხარ, გაეთ რო გადიხარ, დაკარგულებად გზნობთ, მაგრამ აქ 15 წელი არ ყოფილი ვარ და მაინც სახში გზნობთ თავს, წარმოგიდგენიათ. ასეთი ზგნობა საფრანგეთში არასდროს არ მქონია, რომ სადღაც ვეკუთვნოდე, რამე ადგილს რომ ვეკუთვნოდე. იმიტომ რომ ვერა, აპარტენონს ფრანკსია, ნო, ზერო. არა, ვერ მივეჩვიეთ საფრანგეთს, მინდაც რამდენი ხანი ვიცხოვრეთ 15 წელი მაინც აქ ვძგნობ რაღაც კონექტი ადგილს ხო Oh my god, დუნია დღეს რამდენიმე ქართულმა გაგვაჩერა. მართლა მეტროში შეგვდა და Oh my god, მე ვიხართო. ეხა სახში მივიდივარ და კიდე გაგვაჩერეს. Oh my god. არ ვიცოდი ამდენი ქართველების თუ ნახავდით ბარსელონაში. მართლა მეც არ ველოდი. და ვაიმე, ნიკი რა სიმპათიურები არიან. ვაიმე ხო. მეთქი გადამკოცნე. ერთი კაცი იყო მეთქი გადამკოცნე, მაგრამ შორიდან შემეხო მარტო ჯოხით ესე. ხა. Oh my god, დუნია, თუ დაგვინახეთ, მოდით გადავკოცნით, ნუ გეშინიათ, არ ვიკმინები. ხო, ხალხო, მე ვიჩხრიდები ცოტათი ცხვირით, მაგრამ მეტი არაფერი. Oh my god, დუნია, მარტო 3 დღით დავრჩით და მესამე დღეს ცუდად გავხდით და წავედით კაზინოში. აქ დედა ჩემი პროფესიონალი არის, შეხედეთ, ჯეკპოტი გაარტყა 7 ნომერზე და მოიგო ბლომად ფული.
სასწაული. ნიკი ეუნება 100 გადადეო. მეორე წუთშივე ყველაფერი დაუკარგია დედაჩემს, მოკლედ. სამაგეროთ ნიკიმ 10 ევროთი მოიგო 100 ევრო სასწაული. და ეს იყო ჩვენი მოგზაურება ბარსელონაში. იმედია მოგეწონათ. არ დაგავიწყდეთ, გამოიწოდეთ არხი. მუა. Ay, que ni me saqué lejos.